ისრაელმა გაანადგურა ირანული რეჟიმის პოზიციები, მას შემდეგ რაც თელ-ავივი განგაშზე გადავიდა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ახალ შეტევასთან დაკავშირებით. ახლო აღმოსავლეთი შუაღამით განათდა ამ ორშაბათს 2026 წლის 8 ივნისს. ისრაელის რეაქციამ სამხედრო ობიექტები დაარტყა ირანის დასავლეთსა და ცენტრალურ ნაწილში. თეირანი, ისფაჰანი, ქარაჯი, ტაბრიზი და კერმანშაჰი აფეთქებების ქვეშ აღმოჩნდა და გამოავლინა ის სუსტი წერტილი, რომელსაც რეჟიმი მალავდა. როდესაც ირანი ისრაელს ესვრის, ისრაელი დიპლომატიური ნოტით არ პასუხობს, არამედ ანადგურებს იმ სტრუქტურას, რომელიც თავდასხმას შესაძლებელს ხდის. დონალდ ტრამპი კრიზისის ცენტრში ჩნდება, რადგან შეერთებული შტატები თეირანზე სტრატეგიულ ზეწოლას ინარჩუნებს და უშლის რეჟიმს შანტაჟის გამარჯვებად გადაქცევას, რასაც რევოლუციური გვარდია ცდილობდა დაემტკიცებინა. რატომ თელ-ავივი? ავივი სამიზნე გახდა. როგორ გადააქცია ისრაელმა ირანის პროვოკაცია თავად რეჟიმის დასჯად? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. ახალი ესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანული რაკეტები ისრაელის მიმართულებით გაუშვეს შეტევაში, რომელიც ირანის რევოლუციურმა გვარდიამ წარადგინა, როგორც პასუხი ისრაელის თავდასხმებზე ირანულ ღერცთან დაკავშირებულ სტრუქტურებზე. რეჟიმმა სცადა ძალის დემონსტრირება, მაგრამ უფრო მკაცრი პასუხისთვის კარი გააღო. ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა სახაერო ძალებმა ირანში სამხედრო ობიექტებს დაარტყეს, განსაკუთრებით კი პოზიციებს, რომლებიც დაკავშირებულია გამშვებ დანადგარებთან, რადარებთან, თავდაცვის სისტემებთან და ინფრასტრუქტურასთან, რომელსაც რეჟიმის სამხედრო აპარატი იყენებს. შეტყობინება პრაქტიკაში მარტივი იყო. ვინც ისრაელის წინააღმდეგ რაკეტებს უშვებს, კარგავს ხელახლა გაშვების შესაძლებლობას. თელ-ავივი ამ ზეწოლის სიმბოლოდ იქცა, რადგან რეჟიმმა იცის, რომ ისრაელის ურბანულ და ეკონომიკურ ცენტრზე დარტყმა ან მუქარა მსოფლიო გამოხმაურებას იწვევს. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა სამოქალაქო შიში პოლიტიკური იარაღად ექცია. იმავე ძველი ლოგიკით, რასაც იყენებენ რეჟიმები, შორიდან უტყამენ და შემდეგ მსხვერპლის როლში ჩადგომას ცდილობენ. მაგრამ ამჯერად პასუხი ირანის ტერიტორიაზე მოვიდა, პირდაპირ იმ წერტილებში, რომლებიც თავდასხმას ამაგრებენ. ისრაელმა სტრატეგიულ ქალაქებზე მიიტანა იერიში, რადგან რეჟიმი თავის სამხედრო სტრუქტურას ირანის სხვადასხვა რეგიონში ავრცელებს. აფეთქებები დაფიქსირდა თეირანში, ისფაჰანში, ქარაჯში, კაბრისსა და ქერმანშაჰში. მაშარში ასევე სამიზნე გახდა პეტროქიმიური ობიექტი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა რეაქციის სიმძიმე. ეს მხოლოდ იზოლირებული თავდასხმა არ არის. ეს არის ოპერაცია, რომლის მიზანიცაა დააზიანოს მექანიზმი, რომელიც ამარაგებს რეჟიმს როგორც სამხედრო სფეროში, ასევე იმ ხარდამჭერ სტრუქტურაში, რომელიც ინარჩუნებს რევოლუციური გვარდიის ფუნქციონირებას. რევოლუციურმა გვარდიამ სცადა პასუხისგაცემა და გამოაცხადა ოპერაცია ნასრი, რომლის მიზანიც იყო ისრაელის ბაზები, როგორიცაა ნევატინი და თელ-ნოფი. სახელი გაყიდეს როგორც გამარჯვება, მაგრამ შედეგმა აჩვენა განსხვავება პროპაგანდასა და რეალურ შესაძლებლობას შორის. ნაწილი სროლებისა იქნა გადაჭერილი, ნაწილი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა და ინიციატივა ისრაელმა შეინარჩუნა. ტრამპი ამ კრიზისში ჩაერთო როგორც პოლიტიკური ფაქტორი, რომელსაც ირანი ყველაზე მეტად ეშინია. ოფიციალურად ვაშინგტონი უარყოფს პირდაპირ მონაწილეობას ისრაელის თავდასხმებში და ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელსა და ირანს სთხოვა შეწყვიტონ დარტყმები, მაგრამ სტრატეგიული შეფასება სხვაა. ტრამპს სურს გააკონტროლოს ესკალაცია ისე, რომ რეჟიმისთვის არ მისცეს ჯილდო. ის ინარჩუნებს ზეწოლას, ინარჩუნებს მოლაპარაკებებს ამერიკის კონტროლის ქვეშ და არ აძლევს თეირანს უფლებას გამოიყენოს რაკეტები, პროქსი ძალები და რეგიონული მუქარები დათმობების მისაღებად ფასის გადახდის გარეშე. სწორედ აქ არის, რომ რეჟიმი კუთხეში ექცევა. ირანი ცდილობს დააბრალოს ყველაფერი შეერთებულ შტატებს, რადგან იცის, რომ მხოლოდ ისრაელიც კი უკვე უზარმაზარი პრობლემაა. მაგრამ ისრაელი ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერით ნამდვილ კოშმარად იქცევა. ვაშინგტონის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება შიდა მოხმარებისთვისაა, მოკავშირეების გასამხნევებლად და ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ბაზების შესაშინებლად. მაგრამ ეს ნაბიჯი თავად რეჟიმისთვისაც ზრდის რისკს, რადგან ამერიკული ყოფნის წინააღმდეგ ნებისმიერი უფრო პირდაპირი თავდასხმა შეიძლება კიდევ უფრო მძიმე პასუხის მიზეზი გახდეს. კრიზისი რეგიონსაც შეეხო. საუდის არაბეთმა გააქტიურა სირენები ალ-ქარჯის რეგიონში, სადაც მდებარეობს პრინცი სულთნის ავიაბაზა, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა საფარი მოეძებნათ საფრთხის გასვლამდე. იორდანიაც გამოჩნდა გადაჭერისა და ნამსხვრევების რუკაზე, რადგან ირანიდან გაშვებული რაკეტები გადიან გრძნობიარე მარშრუტებზე, სანამ ისრაელამდე მიაღწევენ. ეს აჩვენებს, რომ რევოლუციური გვარდია მხოლოდ ისრაელს არ ემუქრება. ის საფრთხეს ავრცელებს მთელ რეგიონში.
ჰუთებიც ჩაერთნენ ზეწოლაში. ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს და ისრაელთან დაკავშირებულ ნავიგაციას წითელ ზღვაში ემუქრებიან. ეს ნაბიჯი არ არის სიურპრიზი. ირანი იყენებს მოკავშირედ გუფებს, რათა გაამრავლოს დაძაბულობის კერები და სცადოს უფრო დიდად გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. როდესაც პირდაპირი თავდასხმა ვერ ხერხდება ან ძალიან ძვირი ჯდება, რეჟიმი იყენებს გარე ძალებს, რომ ხმაური შეინარჩუნოს. ისრაელი ამას კარგად იცის და პრობლემას ქსელად აღიქვამს, არა როგორც ცალკეულ შემთხვევას. ჰეზბოლაც ამ ესკალაციის ფონზე ჩანს. ისრაელი უკვე უტევდა ჯგუფის სტრუქტურებს ლიბანში, მაშინ როცა თეირანი ცდილობდა თავისი მოკავშირეების წინააღმდეგ ზეწოლა ისრაელზე სროლის გასამართლებლად გამოეყენებინა. ირანის ლოგიკა ნათელია, როცა ღერძის ერთი რგოლი დაზიანდება, მეორე ცდილობს უპასუხოს, მაგრამ ეს მექანიზმი სულ უფრო ძვირი ხდება. ყოველი რაუნდი ამჟღავნებს საწყობებს, გამშვებ-მოწყობილობებს, რადარებს, სარდლობის ცენტრებსა და მარშრუტებს, რომლებიც ადრე რეჟიმს დამალული ჰქონდა. თეირანისთვის ყველაზე საშიში ფაქტორია ის, რომ ისრაელს ირანის დასასუსტებლად მისი ოკუპაცია არ სჭირდება. საკმარისია შერჩეული ობიექტების დარტყმა, სამხედრო შესაძლებლობების განადგურება და რევოლუციური გვარდიის იძულება ძვირადღირებული რაკეტები უშედეგო საპასუხო იერიშებზე ხარჯოს. მიწის ომი სხვა რეალობა იქნებოდა, მაგრამ სახაერო და სადაზვერვო ომი ამარტივებს სწორ სამიზნეზე მოხვედრას. ისრაელი სწორედ ამაზე დებს ფსონს. ნაკლები სიტყვები, მეტი სიზუსტე. ირანის მოსახლეობაც ამ გათვაში შედის. რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ ირანის სახელით ლაპარაკობს. მაგრამ ბევრი ადამიანი თავად ირანში რევოლუციურ გვარდიას შინაგან ოკუპაციად აღიქვას, როგორც სტრუქტურას, რომელიც ფულს ხარჯავს, ხალხს აპატიმრებს და გარე ომებს ყიდულობს. აპატიმრებს, როდესაც სამხედრო აპარატთან დაკავშირებულ ობიექტებს ურტყამენ, როდესაც აპარატთან დაკავშირებულ ობიექტებს ურტყამენ, ზიანის კონტროლი, კადრების კონტროლი და დანაკარგების წინააღმდეგობის ნარატივად გადაქცევა. მაგრამ ზემოქმედება სწრაფად აღწევს ქუჩებში, რიგებში, ბაზრებში და ახალი ესკალაციის შიშში. ისრაელის საპასუხო დარტყმაც ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედებს. ისრაელი ციცისეს და ირჩევს სამიზნეებს იმის საჩვენებლად, რომ არასტაბილურობის ფასი რეჟიმს დაეკისრება და არა მათ, ვინც თავის დაცვას ცდილობს. ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კონსულტაცია მოიწვია, რათა შემდეგი ნაბიჯები შეეფასებინა. ამასობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიუთითეს, რომ მზად არიან საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისთვის. ეს ნიშნავს, რომ პასუხი მხოლოდ აფეთქებების ერთ რაუნდში არ დასრულებულა. ისრაელმა უნდა გააგრძელოს მეთვალყურეობა გამშვებ დანადგარებზე, დრონებზე, სარდლობის ცენტრებზე და ირანის მოკავშირე ჯგუფებზე. თუ რევოლუციური გვარდია გააგრძელებს ისრაელის მიმართულებით სროლას, სიაში შეიძლება ახალი სამიზნეები დაემატოს. ტრამპი ცდილობს შეინარჩუნოს კრიზისი ამერიკის კონტროლის ქვეშ, თეირანზე ზეწოლის შემსუბუქების გარეშე. ეს არის განსხვავება სუსტი დიპლომატიისა და ძალის გამოყენებით მოლაპარაკებას შორის. რეჟიმს სურს ნაკლები სანქციები, მეტი რეგიონული სივრცე და თავისი გავლენის აღიარება. ტრამპს უნდა ირანი არ მიაღწიოს ბირთვულ პოზიციას, დაიცვას მოკავშირეები და არ დაუშვას, რომ შეერთებული შტატები ჩაებას არასწორად გათვლილ ომში. ამ ყველაფრის ფონზე ისრაელი მოქმედებს იმის საჩვენებლად, რომ თელ-ავივის წინააღმდეგ მუქარას ფასი ექნება. კრიზისი კვლავ გრძელდება. ისრაელი მზადყოფნაშია, ირანი ზეწოლის ქვეშაა, ხოლო ტრამპს უჭირავს პოლიტიკური ესკალაციის გასაღები, რამაც შეიძლება ახლო აღმოსავლეთის ბედი უახლოეს საათებში შეცვალოს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.